ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისევ საღამომშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ-ბიზნესურ სიახლეებს გაგასვათ, რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. ვნახოთ, რით იყო საინტერესო 15 დეკემბერი ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. ბასტი ბუბუსა და მაესტროს საახალწლო პროექტის მზადება ნელ-ნელა წინ მიიწევს. ამჯერად ბასტი ბუბუს სტუდიას სტოროლად თიკო ეწვია. თუ ვის როლში მოგოვლინება თიკო, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. Kaulis babulans Santa-Clausi ის გიმღეროს, ხო? ინა სადაც უცებ შემორბიან ისა, რა ქვია, მე ბავშვები. ვაშა, ტაში დამიგარი, კაცო. გრძელდება საახალწლო მაესტრო ბასტი ბუბუ პროექტი. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაღება, იმიტომ რომ ჩვენთან ბასტი ბუბუს უბანში ბრუნდება ჩვენი თიკო, რომელიც მაესტროში წამოვიდა, გაიზარდა უკვე ბასტი ბუბუს უბნიდან და გახდა მაესტროელი. და დღეს იმას ვაბრუნებთ ცოტა ხნით ჩვენ თავისივე ძველ უბანში. ის ჩვენ შოუში იქნება სნეგურჩკა, იქნება თოვლის ბაბუას შვილი გოგო, სახელი არ ვიცი, ალბათ ფიფქია და სანტა-კლაუსის შვილი სანტა-კლაუსინა. ანუ სამივე თოვლის ბაბუას დამხმარე არის თიკო. NGO UNICEF-ის რეგიონალურმა ქსელმა 2003 წლის 24 ნოემბერს ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდების პარლამენტიც შეუერთდა. პროექტის მიზანია მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენა. სწორედ ამ პროექტით გათვალისწინებული დღეების დასკვნითი ღონისძიება, საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვითა და იმპროვიზირებული კონცერტით ბავშვთა ფედერაციაში აღინიშნა. ნოემბერს ტრადიციულად აღინიშნა მე-14 წლის თავი ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიღების. UNICEF-მა და NGO ბავშვთა ქსელმა ჩაატარა საქართველოში ოფიციალურად გახსნა კამპანია არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ. საქართველოს ბავშვთა პარლამენტი მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელი UVENCO საქართველოს ბავშვთა ფედერაციასთან ერთად შეუერთდა ამ პროექტს ჩვენი აქციით ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. აქ არის გამოფენილი მათი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები იყიდება, ეს არის საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა. დღევანდელი დღეც იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს ეძღვნება და ბავშვების გულის გასახარად არის გაკეთებული, ჩემთვისაც ძალიან დიდი სიამოვნება აკოფნა და ყველანაირად შევეცდები, რომ ფიზიკური თუ მორალური თუ სულიერი მხარდაჭერა გაუწიო ბავშვებს და ვიდგა ყოველთვის მათ გვერდით. ექსპრომტად აუცილებლად შევასრულებ მათთან ერთად რაიმეს, რამდენიმე სიმღერა მომზადებულიც გვაქვს ერთად და რა ვიცი, ხშირია ჩვენი ესეთი შეხვედრები და რაღაცეებს ხან სწავლობთ ხოლმე ხან ერთად მღერით და რამდენადაც შემიძლია ყოველთვის მათ გვერდით ვიდგები.
ლადო ბურდულის სახლში მორიგი ალტერნატიული მუსიკის საღამო გაიმართა. როგორც ასეთი თავყილობების მუდმივი მონაწილეები ამბობენ, ლადოს სახლი და საღამოები ძალიან გავს მხატვრების სალონებსა და ეგრეთ წოდებულ მსახიობების კაპუსტნიკებს. ეს არის მხიარული ხალხი, ეს არის სპეშალ ხალხი, ეს არის ძალიან საინტერესო ხალხი, რომლებიც უბრალოდ ღირსნი არიან, რომ ამ თვოკაზე მოვიდნენ და მუსიკოსები საკაიფო ძალიან მე მომწონს ისინი, იმიტომ რომ ისინი არიან ნახდათ შემოქმედებაში ჩართულები და ეს მომენტი არის, რომელსაც საიდანაც კრიტერიუმი მე ვიღებ უბრალოდ მუსიკოსებს. მასიურად არის ცუდი მუსიკა და აქ არის ნაღდი მუსიკა, მაინც არის მცირე დოზი და ლადოსთან ყოველთვის არის ხოლმე კაი მუსიკა. აქ შეიძლება რაღაცა დაიბადოს კარგი, იმიტომ რომ ეს არ არის კონცერტი და არ არის გამოსვლა ხალხის წინაშე. აქ არის ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება ერთმანეთისგან ისწავლო ბევრი. ტაში მესტაში არ მომწონს შესახილები ეხლა დავუკრავ ჯგუფი ვირჯინია აბა დავაი ვირჯინია ჯგუფი ვირჯინია ოკეი ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.